უღრმესი მადლობა და მოგესალმებით ჩემო თანამებრძოლეებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო თბილისელებო, მივესალმებით სრულიად თბილისს. ორ დღეში ჩვენ ყველანი ერთად გავვალთ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე. 48 საათში ჩვენი მომდევნო 3 წლის განმავლობაში ქალაქ თბილისის ბედი უნდა გადაწყდეს. მე დარწმუნებული ვარ, გამომდინარე იქიდან, რომ 3 თვის განმავლობაში შემოვიარე მთლიანად თბილისი. ყველა უბანი, ყველა ქუჩა, ეზო და ძალიან ბევრ თბილისელს, ძალიან ბევრ კარგ თბილისელს, ახალ ადამიანს შევხვდით, ჩამოვარდვი ხელი, ვისაუბრეთ როგორც წარსულზე, როგორც აწყოზე, როგორც მომავალზე და ეს ხალხი, თქვენ თბილისელებო, მაძლევთ უდიდეს რწმენას და იმედს, რომ ყველანი ჩვენ ერთად მივვალთ 15-ში და გავაკეთებთ სწორ არჩევანს. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გვერდში მიდგახართ, ძალიან დიდი მადლობა, რომ მთელი ამ 3 თვის განმავლობაში მუდმივად გრძნობდით თქვენ თანადგომას, მუდმივად გრძნობდით თქვენ ენერგიას, იძლეოდით ფასდაუდებელ რეკომენდაციებს, იძლეოდით ფასდაუდებელ რჩევებს, შენიშვნებს მათ შორის და დიდი მადლობა, რომ თქვენ ეს ყველაფერი მოახერხეთ იმ ფონზე, როდესაც ეს იყო ყველაზე რთულ პერიოდში, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვიშლით შეხვედრებს ორგანიზებაში ხელს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვავიწროვებდით თბილისში 3 თვის განმავლობაში და ეს ყველა ერთად შევძელით და ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ შეძლებ ამას იმ ფონზე, როდესაც შენ გავიწროვებენ ერთ კონკრეტულ დღეს იმ 10 საათის განმავლობაში, თუ რამდენი ხანით გრძელდება არჩევნები, ჩვენ მოვახერხეთ მობილიზებას საარჩევნო ყუთებთან, რამე თუ მომდენო წლებში ეს საარჩევნო ყუთი არ იქცეს პანდორას ყუთად ჩვენი ქალაქ თბილისში მაცხოვრებელი ადამიანებისათვის. ამიტომ მე გძნობ მოზღვავებულ ენერგიას და ძალას დღითი დღე თქვენსგან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძალას 15 ივნისს ჩვენ გამარჯვებად ვაქცევთ. ჩვენ სამწუხაროდ გვიპირისპირდება ძალა სახელმწიფო კანდიდატის სახით, რომელიც მუდმივად საუბრობს მხოლოდ წარსულზე და წარმოაჩენს მთლიან პერიოდს 10 წლის განმავლობაში მხოლოდ მუქ ფერებში. კი ბატონო იყო შეცდომები, კი ბატონო იყო გადასტომები, მათ შორის დანაშაულებრივი შეცდომები, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის 2 წლის თავზე, როდესაც შენ მესამე ზედმეტ არჩევნებში გინდა გამარჯვება მხოლოდ წინა ხელისუფლების კრიტიკით, მე ვფიქრობ, ამ ყველაფერს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს 15 ივნისს. იმიტომ რომ ვინც თუ არა ჩვენ მათ შორის აქ მიუხედავად იმისა, რომ აპოლიტიკური გაერთიანების წევრები ბრძანდებით, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდებოდა, რომ ამ ჩვენ ახალ ხელისუფლებას გაეხორციელებია ის ყველა პროექტი, სოციალური იქნებოდა თუ ინფრასტრუქტურული, რომელიც შეჩერდა ვინაიდან ჩვენ ყველანი პირველ რიგში ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ვართ და ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდებოდა, მაგრამ როდესაც ხედავთ, რომ ვერცერთი სანტიმეტრი წინსვლა ვერ განახორციელა ხელისუფლებამ, არ არის არც ერთ სფეროში წარმატება და არის პირიქით უკუსვა, იკარგება სამუშაო ადგილები, ეკონომიკა არის შეჩერებული, კრიმინალი არის გაზრდილი და ყველაფერი ის, რაც დაპირდა ქართული ოცნება წინა საარჩევნო 2012 წელს, ჩვენ ხედავთ, რომ არაფერი არ არის შესრულებული და მე ვფიქრობ, ეს არის ღირსების საკითხი 15 ივნისს, ჩვენ ამ ყველაფერს გავცეთ ღირსეული პასუხი და ამასთანავე დავაწესოთ მომდევნო არჩევნებისთვის და პოლიტიკოსებისათვის მაღალი სტანდარტი, რომ შენ თუ მოიტყვილები, შენ თუ მოატყვილებ საზოგადოებას რომელიმე არჩევნებზე, შენ აუცილებლად ამისათვის პასუხს მოხდოს შენი ქვეყნის მოსახლეობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ უპირისპირებთ ძალიან წყობ გეგმას ჩვენი პროექტების სახით, რომელიც მოცემულია ჩვენ პროგრამაში და უკვე საკმარისად კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება ამას, მაგრამ რამდენიმე მათგანს გაუსვამდი ხაზს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს თბილისში მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სოციალური ფონდი კიდევ უფრო დამძიმდა მუნიციპალურ ტრანსპორტში, გაიაფთეს მგზავრობა კიდევ უფრო ყველა თბილისელისათვის. ყველა თბილისელი ნაცვლად 50 თეთრსა გადაიხდის 20 თეთრს, ხოლო დანარჩენი საზოგადოებრივი ჯგუფები, სტუდენტები, პენსიონერები, სოციალურ დაუცველები, პედაგოგები აბსოლუტურად უფასოდ იმგზავრებენ როგორც მეტროთი, ასევე ავტობუსით.
მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში გასცეს თანამედროვე ევროპული ტიპის ავტოსადგომები. წელსვე დაიწყება 4 თანამედროვე ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნა, 2 მიწის ზედა და 2 მიწის ქვეშა ავტოსადგომი. მნიშვნელოვანია ასევე, რომ 100 ავტობუსი თანამედროვე ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის შევიძინოთ, რომელიც უკვე უნდა შეგვეძინა, მაგრამ სამწუხაროდ ქართული ოცნების ხელდასმით საკრებულომ შეგვიშალა ჩვენ ამის განხორციელებაში ხელი, მაგრამ ჩვენ 15 ივნისის გამარჯვების შემთხვევაში და მე დარწმუნებული ვარ, ეჭვის არ მეპარება, რომ ესე იქნება, ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომელიც შეჩერდა. მნიშვნელოვანია ასევე იმ კომუნალური მაღალი გადასახადებთან შეხიდება, რომელიც ესოდენ აწუხებს ჩვენ მოსახლეობას. ჩვენ არ საუბრობთ აბსტრაქტულ პროექტებზე ხალხოს, სწორედ ეს გაგვასხოვებს ჩვენ სხვა პოლიტიკური გაერთიანებებისაგან და მათი პროგრამებისაგან. ჩვენ უკვე არათუ გზა მდგომარეობაში გვაქვს პროექტები, რომელსაც ვთავაზობთ, არამედ უკვე განახორციელდა, თქვენ ვიცით, რომ ეს განხორციელდა თემთის დასახლებაში, რომელმაც კონკრეტულ ოჯახებს უკვე მოუტანა სიკეთე და ზამთრის თვეებში 30% შემცირდა კომუნალური გადასახადით ხელწყასზე და გათოვებაზე და ზაფხულში არის აბსოლუტურად უფასო. და ჩვენ აუცილებლად განვავრცობთ ამას მთელი თბილისის მასშტაბით. ყველა რაიონში, 10-ვე რაიონში განხორციელდება ეს პროექტი და რომელიც ხელს შეუწყობს ისედაც უპოვარ და შეჭრებულ სოციალურ თემებს განსაკუთრებით შეკიდებაში, რომ მათ დაეზოგოთ თანხა და თითოეული დაზოგილი 2 ლარი კომუნალურ გადასახადებში იქნება გამომუშავების ტოლფასი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თბილისელებო, ძვირფასო მეგობრებო, დედებო, მამებო, დეიდებო, ბიძებო, ჩემო თანატოლებო, უმცროსებო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისს ყავდეს ხალხის მიერ არჩეული მერი, რომ თბილისს არ ყავდეს ხალხის მიერ არჩეული მერი და 15 ივნისს ეს იყოს დღე, როდესაც თბილისელები თავად გადავწყვეტთ, ვინ იქნება ამ დედაქალაქის მერი მომდევნო 3 წლის განმავლობაში და უარს ვეთქვით. მხოლოდ პირადი მორჩილებისა და ერთგულების ნიშნით დანიშნულ და არა არჩეულ თანამდებობის პირს. ვინაიდან თბილისი იმსახურებს, რომ მერი იყოს ანგარიშვალდებული აბსოლუტურად ყველასთან, მიუხედავად პოლიტიკური მათი შეხედულებებისა თუ გემოვნებისა. თბილისი არ იმსახურებს იმას, რომ რომელიმე მერი იყოს პირველ რიგში ანგარიშვალდებული არა მის პოლიტიკურ პარტიასთან, კიდევ უარესი, მის ჩრდილოვან მმართველთან. ამიტომ მე ვფიქრობ და მე გამოვთქვამ მზადყოფნას, რომ ვიყო აბსოლუტურად პირველ რიგში ანგარიშვალდებული მოსახლეობასთან, თბილისელებთან, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, რაც აბსოლუტურად ნორმალურია და ღმერთმა დაიფაროს, რომ ამ ქალაქში ვიცხოვრობს ხალხმა, ვინც იქნება მხოლოდ ერთ ყუარზე. ჩვენ არ გვინდა ვიყიდოთ ქალაქი, სადაც არ იქნება ასთა სხვადასხვაობა. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, რომ გავაკეთოთ ძალიან პრაგმატული და რაციონალური გადაწყვეტილება ჩვენი უკეთესი ხვალინდელი დღის სასარგებლოდ. და 15 ივნისს ყველამ გავაცნობიეროთ, რომ ეს არ არის უბრალოდ არჩევნები. ეს არის არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს თითოეული ჩვენი ოჯახის კეთილდღეობა მომდევნო 3 წლის განმავლობაში. მე მაქვს თქვენი იმედი, მე მაქვს ღმერთწმენა, რომ აი ამ ძალას კიდევ ერთხელ გავმეორდები და აი ამ ენერგიას, რომელსაც მე ხარ ვგზნობ, ჩვენ ვაქცევთ გამარჯვებას 15 ივნისს. ძალიან დიდი მადლობა.